ანდერძი მეფისა დავითისა. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. მოწამლეს ვერაგთა მეფე დავით, მამა დემნა უფლისწულისა. მიხვდა დათვლილი ჰქონდა დღენი, მალე დადგებოდა ჟამი აღსასრულისა. იხმო გიორგი, მისივე ძმა. ძე პატარა დემეტრე, კარისკაცნი. თავადნი. გამრეკელი, თორელი. ნათესავნი, შოთა და ჩორჩანელი. განუცხადა, ეჩვი არასდროს შემიტანიაო თქვენივე ერთგულებასა. მტერს მუდამ ერთად ვებრძოდითო. გენდობოდით, მჯეროდაო თქვენი. განსაცდელი ერთად გამოგვივლია. ბოლოს გიხმეთ ვითა მეფემაო. ვიცი არ გწოდნიათ, მძიმე სენმა დამრია მუხთალი ხელი. აქამდე გავუძელი, არ გამიმხელია. მოვიდა ჟამი განშორებისა. ბევრი დღე არ მიწერია. ვისურვე კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ თქვენივე ერთგულებასაო. მანამ მოვკვდები, მინდა ანდერძი. დაგიტოვოთო. ანდერძით თქვენი მეფე გიორგი გახდება. მასვე დაემორჩილებითო. გიორგი იქნება დავით მეფის მემკვიდრე, მანამ უფლისწული დევნა გახდება სრული ასაკისა. 25-ისაო. მანამ უფლისწული გახდება სრული ასაკისა, მასზე ზრუნვას გიორგი, ჩემივე ძმა, იკისრებსო. გიორგი იქნება მეფე ქართველთა, აფხაზთა, კახთა, რანთა, სომეხთა, დიდოთა და მბრძანებელი მეზობელი აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. გიორგი იკისრებს აღზრდას უფლისწულისა, ვითა მეფისა. დემეტრე იქნება გიორგი მეფის კარსა. ეყოლება გამზრდელი, თავადი ნათესავი მეფისა. მეფე გიორგი იზრუნებს უფლისწულის განსწავლასა და სამხედრო საქმის დაუფლებასა. დემეტრე შესრულდება 16 წლისა. იქნება გიორგი მეფის ამალასა. ბრძოლასა შინა დადგება უკან გიორგი მეფისა. მანამ დემეტრე შესრულდება 20 წლისა, არ ექნება უფლება ბრძოლასა შინა შესვლისა. უფლისწული შესრულდება სრული 25-ისა, მეფე გიორგი დაუთმობს ტახტსა მეფისა, ვითა მემკვიდრესა. დემეტრე იქნება მეფე ქართველთა, აფხაზთა, კახთა, რანთა, სომეხთა, დიდოთა. მბრძანებელი მეზობელი აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. კიდევ დაუწერია პირობა ანდერძისა. გიორგის უფლება ექნებოდა. შესულიყო მონასტერსა შინა. თუ მოისურვებდა. დარჩენილიყო მეფის კარსა ვითა დიდვაზირი ან გამზრდელი მეფისა. თუ მოისურვებდა ემართა სხვა ვასალი ქვეყანა. უფლება არ ჰქონდა დემეტრესა, ადრე მოეთხოვა ტახტი მეფისა. თუ მანამდე მოუნდებოდა ტახტის დაბრუნება დაკარგავდა მეფის მემკვიდრის უფლებასა, მანამ არ შესრულდებოდა 25 წლისა. 6791 1167 ქორ 397 წელი 4 აპრილი თვე. თუ გიორგი მეფემ უარი თქვა, არ მოისურვა დაბრუნება ტახტისა, უნდა მოეთხოვა უფლისწულსა დაცვა ანდერძის პირობისა. გაეფრთხილებინა მეფე გიორგი, თუ ტახტს არ დათმობ შენივე ნებითა, ვიტოვებ უფლებასა, ძალით დავიბრუნო ტახტი მეფისაო. თუ მანამდე მოკვდებოდა მეფე გიორგი, მისი მემკვიდრე დემეტრე იქნებოდა. მანამ შესრულდებოდა 25-ისა, უნდა ჰყოლოდა დამხმარე, მისივე აღმზრდელი. ერთად ემართათ სამეფო. თუ სამეფოს წინაშე დადგებოდა ჟამი ძნელბედობისა, ამბოხი მტერთა შემოსევა, დიდი განსაცდელი, გიორგი მეფეს უფლება ექნებოდა უარი ეთქვა ანდერძის დაცვასა. მანამ სრულად დასრულდებოდა განსაცდელი. თუ დემეტრე განსაცდელის ჟამსა მოითხოვდა ტახტის დაბრუნებასა, დაკარგავდა მეფე დავითის მემკვიდრის უფლებასა. გიორგი მეფეს უფლება ექნებოდა სიკვდილამდე დარჩენილიყო ვითა მეფე. მეფე გიორგის სიკვდილის მერე ექნებოდა უფლება დემნა უფლისწულსა, ყოფილიყო ვითა მემკვიდრე გიორგი მეფისა. თურმე მეფე დავითმა ბრძანა ბოლომდე მოსმენა ანდერძისა. შემდგომ მოაწერა ხელი. დაუსვა ბეჭედი. გადასცა გიორგისა მათივე თანდასწრებითა. ყველანი დააფიცა საშინელი ფიცითა, დიდებულნი და ეპისკოპოსი. მერე გიორგი, თავისივე ძმა. თურმე მერე იხმო დედოფალი, ძე თავისი. მოეფერა და დალოცა. თურმე დიდხანს უცქერდა დაღონებული. მერე უთხრა დედოფალსა, შენ ანდერძით იქნები დემნას დედა. დაუდგები ვითა მამაო, მანამ გახდება სრული ასაკისაო. მერე მოუთხოვია დემეტრე წაიყვანეთო, არ მინდა მნახოს, ისეთივე ვახსოვდეო. თურმე მერვე დღესა დაკარგა გონება დავით მეფემან. მოკვდა იმავე დღესა ენკენის რვასა. თურმე დაკრძალეს მეფე დავით საფარასა მისივე მამულსა. თურმე ანდერძის ასლი დაუტოვა შოთასა, მასვე მიანდო დაცვა ობოლი უფლისწულისა. ანდერძმა დაიცვა სიცოცხლე გამზრდელისა და მისივე ძმად ნაფიცის მამისა, თეკლეს პაპისა. შოთა და ივანე არ დასაჯეს სიკვდილითა.